წავიდა? დავიწყო? ბავშვობაში ალბათ მახსოვს, პირველად მახსოვს დაახლოებით 7-8 წლის ვიქნებოდი, დედამ მაჩუქა ყოლაბა და რაღაცნაირად ესეთი რაღაცა მიზანი მომცა ცხოვრებაში, რომ ყოველთვის ეცადი, რომ რაღაცნაირად დანაზოგი გქონდეს. ბურთის ფორმის იყო ეს ყოლაბა და რაღაცნაირად ყოველდღიურად ვცდილობდი, რომ რაღაც მცირეოდენი თანხა შემემატებინა ხოლმე და რაღაცნაირად მახსოვს ის სიტყვები დღემდე დედასგან, რომ რაღაცნაირად ყოველთვის ჩემი დანაზოგი უნდა მქონოდა. პირველი მიზანი, რის გამოც ამ ყოლაბაში თანხის შეგროვება დავიწყე, ალბათ იყო, როგორც ყველა ბავშვს აქვს, მაგალითად, მინდოდა რომ მქონოდა რაღაცნაირად ბურთიან საყვარელი ფეხბურთელის ფორმა და ძალიან სწრაფად მინდოდა მიმეღწია მიზნისთვის და ამიტომ ყოველდღიურად ვცდილობდი რაღაც რაც არ უნდა ყოფილიყო მცირეოდენი თანხა შემემატებინა ამ ყოლაბაში. მახსოვს რომ მივახციე მიზანს და პირველად შევიძინე საყვარელი ფეხბურთელის ფორმა. დავიწყარი რაღაცეები არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბავშვობა არის ყველაზე კარგი პერიოდი ცხოვრებაში და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამის შემდეგ კიდევ გამიჩნდა სურვილი და ამ ყოლაბის გატეხვის შემდეგ დედას კიდევ ვთხოვე, რომ ერთი ყოლაბა კიდე ეჩუქებინა ჩემთვის და შემდეგ უკვე სხვა რაღაცეებისთვის დავიწყე თანხის შეგროვება. პირველი ანაბარი ზუსტად მახსოვს, ალბათ 18 წლის ვიქნებოდი, უკვე ჩემი პირადი შემოსავალი მქონდა სპორტის შედეგებიდან გამომდინარე, უფრო მაღალი და ესეთი სურვილები გიჩნდება ცხოვრებაში და სულ მინდოდა, რომ პირადი მანქანა მყოლოდა ამ ასაკში. ვიცოდი, რომ ანაბრიდანაც სარგებლის მიღება შეიძლებოდა და ძალიან დამიხმარა ანაბარი მიზნების მიღწევაში. პირველი მანქანა შევიძინე 19 წლის ასაკში. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რა თქმა უნდა, და ჩემი აზრით ყველაზე დაცული და კარგი საშუალება არის ანაბარი, რომ თანხა დაზოგო და შეინახო. ყოლაბა ბანკმა და ანაბარმა ჩაანაცვლა. ძალიან კარგი არის და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით, კონდეს ურთიერთობა გამოცდილდა დაცულ ბანკთან. არ არის აუცილებელი კონდეს რაღაც ძალიან დიდი თანხა. თავარია ის იმ თანხის გადანაწილება შეგეძლოს, რისი შემოსავალიც გაქვს, რა თქმა უნდა, თუ ამის შესაძლებლობა გაქვს, აუცილებლად კარგი იქნება თუ რაღაცა თანხას პერიოდულად გადადებ და სამომავლოდ შეუნახავ შენ შვილებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა არის დღეს საჭირო ფულის გარეშე, მე მგონი ცოტა გართულდა ცხოვრება, ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ანაბარზე რაღაცა მცირეოდენ თანხას დავზოგავთ. სამომავლო მაგალითად ჩაცმისთვის, სწავლისთვის იქნება თუ სპორტისთვის ძალიან ბევრი დეტალი არის, ძალიან კარგი იქნება თუ მცირეოდენ თანხას შევინახავ და სამომავლოდ ჩემი აზრით ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ. ამ გზაზე მნიშვნელოვანია გყავდეს სანდო ფინანსური პარტნიორი, რომელიც მოგცემს მაღალ სარგებელს და დაგეხმარება სურვილების ასრულებაში.